გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, სოფლიოში არასტაბილური სიტუაციისგან მიღებული უარყოფითი ემოციების გარდა მინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ რაღაც პოზიტიური ხდება და ის პოზიტიური ჩვენს მიწა-წყალზე, ჩვენს ქვეყანაში ხდება. დიახ, როგორც იქნა ახლა დიდი ხნის ნანატრი ოცნება, პოლიტიკური მოძრაობა, თავისუფალი მოედანი, პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა. აბა რა ეგონა ზოგიერთ პესიმისტს არ დარეგისტრირდებოდა? შეცდა ის ზოგიერთი პესიმისტი დარეგისტრირდა პოლიტიკურ პარტიად. ყველას გვეგონა რომ მმართველი ელიტა ამას არ დაუშვებდა, რადგან ეს მოძრაობა აშკარად დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ქართული ოცნებისთვის. ახლა დაარსებული პარტიის უცვლელმა ბელადმა ლევან ცუცქირიძემ ბრძანა რომ ბრძოლამ გამოიღო თავისი შედეგი, ვაჯობეთ სისტემას, რომელსაც მოუწია უკვე ფორმალურადაც ეღიარებინა არსებული რეალობა. თავისუფლების მოედანი რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიაა. აი როგორ არ უნდა გაგიხარდეს ამიერიდან ასეთი თავდაბედების, ასეთი გამბედაობის მატარებელი ახალი პარტია რომ გვეყოლება. სხვა რომელი ძალა გარდა თავისუფლების მოედნისა გაბედავდა ტოტალიტარულ რეჟიმთან დაუღალავდა მამაც ბრძოლას. წარმოვიდგენია რა ბეწვის ხიდზე დადიოდნენ პარტიის წევრები და პირადად მათი ბელადი ლევან ცუცქირიძე. ალბათ სანამ თავის მოძრაობას პარტიად დაარეგისტრირებდა, ის ყოველდღე იცვლიდა ადგილსამყოფელს, რათა არაეყვანათ, რათა ფსბ-ს მიერ დაფინანსებულ ქართულ ოცნებას ვერ შეძლებოდა მისი განეიტრალება, მისი დაჭერა, მისი გაქრობა პოლიტიკური ველიდან. ალბათ გესმით რომ ვანგლობ, მეგობრებო. რამდენჯერმე უკვე მithქვამს რომ ეს ლევან ცუცქირიძე არის კაცი ყველაზე დაუმახსოვრებელი გარეგნობით. ისიც მithქვამს რომ პოლიტიკოსის და განსაკუთრებით კი პარტიის ლიდერის გარეგნობასაც აქვს მნიშვნელობა და ლევან ცუცქირიძე არის ორდინალური ჰაბიტუსის ადამიანი, მას პარტიის ლიდერობა კი არა, უფრო მზვერავობა მოუხდებოდა. ხომ გვახსოვს რომ მზვერავებად ადამიანებს რომ ირჩევდნენ, კაფიო გარეგნობის პირებს ერიდებოდნენ. არ იყვანდნენ მზვერავებად, რადგან მზვერავი ისეთი ადამიანი უნდა იყოს, რომელიც არ უნდა ჩანდეს, არ უნდა ამახსოვრდებოდეს არავის, იყოს უჩინარი ადამიანი. დიახ, გამოგიტყდებით და ზოგჯერ ლევან ცუცქირიძეს რომ დავინახავ ჩვენი ტელეარხების ამ თუ იმ გადაცემაში, ყოველჯერზე ვკითხულობ და ეს ვინაა? მეგობრებო, არ გეგონოთ რომ ლევან ცუცქირიძეს შეურაცხყოფას ვაყენებ მისი გარეგნობის გამო. სრულიადაც არა, გარეგნობა მას აქვს საკმაოდ ორდინალური და აწყობილი, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც პოლიტიკოს ლიდერს ჭირდება, ქარიზმა მას აკლია. აი, უქარიზმო ყაიდის პოლიტიკოსები არიან პადრი ჯაფარიძე მაგალითად, ირაკლი ფავლენიშვილი, ირაკლი კუპრაძე, პატარა სანიკიძე. ისინი სრულიად მოკლებულნი არიან რაიმე მიზიდულობას. დიახ, მიზიდულობა შეიძლება იყოს დადებითი და უარყოფითი, მაგრამ ის მიზიდულობა უნდა არსებობდეს, ხო და ლევან ცუცქირიძე არ უნდა იყოს პარტიის ბელადი. ბელადის მძღოლი კი ბატონო, მაგრამ ბელადი არა. მოკლედ, ლევან ცუცქირიძემ დაარეგისტრირა პარტია და ახლა ქართული ოცნების ყველა წევრი, განსაკუთრებით კი მმართველი რგოლი ალბათ უკვე ჩემოდნებს ალაგებს და ჩელაბინსკის მატარებლის ბილეთს ბრონავს. მეგობრებო, მე არ ვიცი ჩვენი ეკონომიკის წინსვლა რამდენად საამაყოა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მე ამ საკითხში ცუდად ვერ ყვევი. მინდა რომ საამაყო იყოს, მაგრამ რაშიც უკვე კარგად ვერ ყვევი, ეს ისაა რომ პოლიტიკური პარტიების რაოდენობით ჩვენი ქვეყანა პლანეტის სათავეში დგას. ყველას უნდა პოლიტიკოსობა, არა, ყველას არა, მაგრამ ძალიან ბევრს უნდა. ზოგჯერ მეფიქრება, რომ პოლიტიკოსობანა ერთგვარი სენი ხომ არ არის და ჩვენ სამხრეთელ ხალხს, განსაკუთრებით კი ქართველებს, ამ სენის საწინააღმდეგო იმუნიტეტი არ გაგვაჩნია. 200-ზე მეტი პარტია ამ 3,5 მილიონიან ქვეყანაში. ხომ წარმოგიდგენიათ, 30 მილიონი რომ ყოფილიყავით, ალბათ 2000-მდე პოლიტიკური პარტია გვეყოლებოდა. ჩემთვის კი ერთ-ერთი საინტერესო საკითხი არის ის, რომ აი ვინ აფინანსებს ამ პოლიტიკურ პარტიებს.
ცუცქირიძის პარტიასაც ვიღაც ხო აფინანსებს. თვითონ ცუცქირიძე არ გავს დიდი ფულის პატრონს პარტია რომ შექმნას და რაც თავარია ამოძრაოს იგი, მაგრამ როგორც ხედავთ, შექმნა და მოძრაობასაც აპირებს და მოძრაობას დიდი ფული უნდა. ესე იგი ვიღაცამ ფსონი დადო ამ მკვდარშობილ პარტიაზე, მეგობრებო. და ამ დროს მე ძალიან მივესალმებოდი ახალი ჯანსაღი და ქმედი თუნარიანი ძალის გამოჩენას. ძალიან მინდა ასეთი ძალა გაჩნდეს, რათა ოცნება არ მოდუნდეს. დღეს ოცნება მთელ ენერგიას ხარჯავს ნაცებთან და მის სატელიტებთან ბრძოლაზე. გახარია ლელო დროა გირჩი, ეს ხომ ყველაფერი იგივე ნაცობა. ეს ცუცქირიძეს ვითომ ახალი პარტია კი არის, მაგრამ ნარატივით არაფრით განსხვავდება ზემოთ ჩამოთვლილთაგან. ამიტომაც მიკვირს ვინ დადო მასზე ფსონი. ვიღაცამ დადო. კარგი, დადო და დადო, იყოს ჩემი რამიდის. იმოძრავებენ, იხლაფორთებენ, იყვირებენ არა რუსულ რეჟიმს, მაგათ ხო სხვა არაფერი იციან. და უახლოეს არჩევნებზე თავის 9% მოაგროვებენ. სამაგიეროდ პარტიის წევრები დასაქმებულები იქნებიან და შეიძლება ცოტაოდენი ფულიც აიღონ. რას არ აკეთებს ადამიანი ოღონდ რომ არ იმუშაოს. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.